მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, პერსპექტივა, რჩევა. დღეს ვშლით ერთ პოზიციაზე. ასარჩევი ვარიანტები დღეს არ გვექნება. თუ თქვენზე რეზონირდება გაშლა, დარჩით ბოლომდე. ჩემთან ერთად ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, რა თქმა უნდა. უკვე ჩაწერილ ვიდეოს შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, რადგან მაშინ იწყებს თქვენზე ინფორმაცია რეზონირებას, როდესაც უსმენთ ვიდეოს და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული. პირადი კონსულტაცია თუ გსურთ, დეტალებისთვის მომწერეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. ახლა კი კონცენტრირდით იმ პიროვნებაზე, ვისაც გინდათ, რომ დღეს ტარომ პასუხები გაგვცეს. შეგიძლიათ მისი სახელი წარმოვთქვათ, წარმოიდგინოთ მისი ვიზუალი, გაიხსენოთ დადებით შეგრძნებები. და დავიწყოთ. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ფიქრი. საკმაოდ კარგი არკანით ვიწყებთ გაშლას დღეს, რადგან ამ პიროვნების გონებაში არის ესეთი აზრი, ფიქრი, რომ ურთიერთობა ან უმჯობესდება, ან უფრო სიახლოვეში გადადიხართ, ან ურთიერთობაზე თუ მუშაობა დაგჭირდათ, შედეგიანია, რაღაც მოსწონს თქვენთან წინ გადადგმულ, გაუმჯობესებულ ურთიერთობის ვერსიებს ხედავს. გრძნობს, რომ რაღაც დამოკიდებულება უფრო მჭიდრო გახდა, უფრო შეიცვალა, უფრო სხვა ეტაპზე გადადიხართ, რაღაცაში შეიძლება ვერ თანხმდებოდით და ეს საკითხიც გამოსწორებადი ან გამოსწორების გზაზეა. და ამ პიროვნების გადმოსახედით ფიქრში არის ესეთი სიტუაცია, რომ ის რაც ახლა თქვენ შორის არის, თუნდაც ახალი ნაცნობი იყოს, უფრო ისეთი შეგრძნება აქვს, რომ უფრო გიახლოვდებათ და რაღაც უმჯობესდება. ხო, თუ ჯერ კიდევ წყვილში არ ხართ, აქ ადამიანი ფიქრობს, რომ ძალიან დიდი შანსი არის, რომ თქვენ უკვე ოფიციალურად, ტრადიციული, ასე ვთქვათ, აღიარებით, საჯარო აღიარებით, ისე რომ არ დამალოთ, გახდეთ წყვილი, გამოწყდეს გრძნობებში, ანუ ამ ურთიერთობას, როდესაც განიხილავს გონებაში, მისი ფიქრები თქვენ რომ გიყურებთ, ან წარმოგიდგენთ, ან გიხსენებთ, არის იმისკენ მიმართული, რომ შესაფერისად გთვლით, თქვენთან თავს კარგად გრძნობს, თქვენთან მომავალს ხედავს, თქვენთან პერსპექტივებსაც ხედავს, რა თქმა უნდა პერსპექტივებზე გადავალ, ეხლა შეიძლება რაღაცას ვოცნებობდეთ, წარმოვიდგენდეთ, მაგრამ პოტენციურ პერსპექტივას სხვა ცოტა შემდეგ ვიკითხავ, მაგრამ ამ პიროვნების გადმოსახედით თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მას ძალიან ავსებს. მეორე ნახევრად გთვლით, რაღაც თქვენს გვერდით, როდესაც არის და ატარებს დროს, სავსედ გრძნობს თავს, კმაყოფილად გრძნობს თავს, გრძნობს, რომ უნდა დაგიცვათ, თქვენს მასზე ის ზრუნავთან გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გაუგოთ მხარში, დაუდგეთ ავსებთ ერთმანეთს, რაღაც გაქვთ ისეთი, შეიძლება ესე ისხდეთ, არაფერი არ თქვათ ერთმანეთთან, დიდად სავსე დიალოგები არ გქონდეთ, მაგრამ როდესაც ერთად ხართ, ყველაფერი მშვიდდება, ყველაფერი იცვლება, მისი გუნება განწყობილობა კარგ მდგომარეობაშია, გამჩნევთ, რომ თქვენს მასთან სიამოვნებთ ყოფნა და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. აქ ადამიანი სხვათა შორის არის გრძნობას რაც შეეხება თქვენ ძალიან დაინტერესებული, ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში უკვე შეყვარებული, ან ეს ზუსტად ის ადამიანი ყავთ ჩაფიქრებული, რომელსაც ან მომავალში ძალიან შეუყვარდებით და უკვე გრძნობს, რომ გრძნობით იმპულსები თქვენს მიმართ დაეწყო და სიყვარულში გადავა და მზარდი გრძნობა არის, ან შეიძლება იყოს უკვე თქვენი პარტნიორი, თქვენი, ასე ვთქვათ, მიმდინარე პარტნიორი ეხლაც ერთად ხართ, ამ შემთხვევაში იცოდეთ, რომ ამ ადამიანს ისე უყვარხართ, იმაზე მეტად შეიძლება უყვარხართ, ვიდრე აქამდე,
და აი რაღაც შეიძლება ერთად გაატარეთ რამდენიმე დღე, მერე ისევ რაღაც თქვენი გზები გაიყო, თქვათ თუ ესეთ სიტუაცია გაქვთ, რომ ერთმანეთთან რამოდენიმე დღე დაარჩით და გაატარეთ რამდენიმე დღე ერთად, აი ეს ნოსტალგიები აქვს, ეს შეგრძნებები ენატრება, თქვენი მონატრება აქვს, დიდი სურვილი აქვს, რომ განმეორებით ისევ შეგხვდეთ, გნახოთ, გრძნობები გამოხატოს და გრძნობებში ყველაფერი იდეალურად არის, აი აქ გვაქვს ისევ 10,000-იც. ეს არის უკარგესი, ამაზე მეტი გრძნობის გამომხატველი არკანი არ ვიცი რა შეიძლება ამოვიდეს. აქ უკარგესი მდგომარეობა აქვს მის გრძნობებს, არის ძალიან ბედნიერი. შეიძლება ახლო პერიოდში გქონდეთ ძალიან კარგი შეხვედრა ან კარგი მომენტები და თავს ძალიან ლაღად, პოზიტიურად, ენერგიულად, სითბოთის საოცრად გრძნობს და აქედან გამომდინარე გრძნობაში 10-დან 10 ქულა უზომოდ კარგი ენერგია ამოვიდა და თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ისე მოხდა რომ ჩაიფიქრეთ ვთქვათ ახალი ნაცნობი, აი ამ ახალ ნაცნობსაც კი ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინეთ მასზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ მასზე და გრძნობებში აქვს უკვე ის იმპულსები, რომ იჭერს რომ ხართ ის ადამიანი, რომელსაც აქვს იმის ძალა და უნარი, რომ პოტენციურად იფიქროს, რომ ეს ადამიანი მე შემიყვარდება. ვნახოთ ახლა მისი მოქმედება. მოქმედებაში ცოტა არეულობა გვაქვს, ჯერ არ არის ესეთი კაფიო პასუხი, რას გააკეთებს მაინც, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ფაქტორებზე იყოს დამოკიდებული ახლოეს პერიოდში, ან სამსახურზე, ან რაღაც ბარიერები ჰქონდეს, ან კიდევ რაღაც ფაქტორები იყოს, რომ შეიძლება რაღაც გეგმები ასე ვერ დასახოს ღიად თქვენთან, მაგრამ აი შეიძლება რაღაც არჩევანი შემოგთავაზოთ, რომ აი თქვათ შეხვედრა გინდათ და შემოგთავაზოთ აი აქ თქვენი აზრი გაითვალისწინოს, სად გირჩევია რომ წავიდეთ აქ თუ აქ. აი რაღაცა არჩევანის ისე არ მიიღებს, ისე არ გადაწყვეტავს თქვენს პაემანს ან თქვენს მნიშვნელოვან აი ურთიერთობაში ხდება რაღაც მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორები, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ყოველთვის მოგისმენთ, ან შეგეკითხებათ აზრს. აი მე ეს ვარიანტები მაქვს და შენ რას ფიქრობ? აი ესეთი მოქმედება აქვს მას. სხვათა შორის აი აქ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან ჰარმონიული ეტაპები გექნებათ. მოქმედებაშიც ცოტა შეიძლება ორჭოფობა გქონდეთ და რაღაც შერჩევითი მომენტები გქონდეთ, შეარჩიოთ დრო, შეარჩიოთ ადგილი, შეიძლება რაღაც დაგეგმოთ, მერე გეგმაში ცოტა ცვლილებები შეიტანოთ, მაგრამ მისი მხრიდან მოქმედება ნამდვილად იქნება. შეიძლება მისი მხრიდან იყოს აი ესეთი ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ნაბიჯები, შეთანხმებული ნაბიჯები, თავს არ მოგაბეზრებთ, არც უყურადღებობას გაგრძნობინებთ და რაღაცაში ოქროშუალედური მომენტები შემოდის. ძალიან კარგი გაშლა არის დღეს სხვათა შორის, მე ძალიან მიხარია. ახლა ვნახოთ მასთან მიმართებაში რა პერსპექტივაა. ისეთი კარგი არკანები ამოდის, ცოტა შოკში ვარ. მასთან მიმართებაში რა პერსპექტივაა და ამოვიდა საკმაოდ მნიშვნელოვანი, საკმაოდ ძლიერი და საკმაოდ პირდაპირი მინიშნებაც აღარ არის, ფაქტობრივად კარტი საუბრობს თავისით, რომ მასთან გაქვთ ის პერსპექტივა, რომ თქვენი დღევანდელი ვითარება, თქვენი დღევანდელი სასიყვარულო ისტორია, თუ ეს არის ახალი ნაცნობი, თუ ეს არის ახლა შეყვარებული, თუ გაქვთ ურთიერთობა უკვე, ან თუნდაც თუ თანაცხოვრებაში ხართ, ან თუნდაც თუ ქმარზე ჩაიფიქრეთ, ეს ადამიანი არ წავარსა თქვენი ცხოვრებიდან, ამ ადამიანს სურს თქვენთან ოფიციალური ღია ურთიერთობა, თუ ახლა მზად არ არის ამისთვის, აქვს ამ ურთიერთობას იმის პოტენციალი და პერსპექტივა, რომ მოიკრებავს და იქნება მზად ამისთვის. ანუ აქ მოდის პირდაპირი პერსპექტივა, რომ ამ ადამიანთან გიჩანთ ბედისხაზის გაგრძელება, დაოჯახება ან თანაცხოვრება, თუ ახლაც ერთად ცხოვრობთ, არსად არ წავა ეს ადამიანი და ისევ ამ პიროვნებასთან რჩებით და ძალიან ესეთი სერიოზული და საჯარო ურთიერთობის წინაშე დადგებით, ან თუ დგახართ ამ პიროვნებასთან გააგრძელებთ ამ პერსპექტივას. და რა იქნება ტაროს რჩევა თქვენთვის?
სხვათა შორის აქ კარგი გეუბნებათ, რომ საკმაოდ ჭკვიანი ადამიანები ხართ, ვინც ახლა მიყურებთ, ძალიან კარგად იცით, როდის გაჩვენდეთ, როდის დათმოთ, როდის დაიცვათ პირიქით თქვენი პოზიცია, როდის თვალი დახუჭოთ და პირიქით როდის იყოთ ჩასაფრებულ პოზიციაში და პრინციპში არასწორად ურთიერთობაში არაფერს არ აკეთებთ და ამიტომაც არის რომ ძალიან კარგი პერსპექტივები დაგვიხატა დღეს კარტმა და მოგვცა ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ენერგია და ამოხვედით როგორც იმპერატორი ქალი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკვე გაზრდილი ხართ, თქვენ უკვე კარვაც გამოიარეთ, ყველაფერი გამოიარეთ, შეიძლება ძალიან ბევრი ცუდი ნეგატიური ბექგრაუნდი წარსულში დატოვეთ და ახლა არის იმის დრო, რომ რჩევები უკვე აქეთ სხვას უნდა მისცეთ და დაარიგოთ ურთიერთობებში როგორ მოიქცნენ, იმიტომ რომ თქვენ უკვე გამოსილი ადამიანები ხართ და ძალიან კარგად იცით როგორ მართოთ საკუთარი გრძნობები, როგორ აიღოთ პასუხისმგებლობა ურთიერთობაში და პარტნიორს როგორ შევქმნათ კომფორტი და პარტნიორად როგორი ადამიანი შეარჩიოთ, ვინ გჭირდებათ. აქედან გამომდინარე ფაქტურად რჩევა ის არის, რომ სწორად იქცევით და სწორი მიმართულებით ხართ, ანუ დავსამატებელი ესეთი მისათითებელი არკანები არ ამოვიდა, ანუ თქვენ უკვე იცით რა გინდათ. ძალიან კარგი გაშლა არის, ძალიან მიხარია. თითქოს ჩემზეც გადმოვიდა ეს ბედნიერი შეგრძნებები და დიდხანს გამყვება სხვათა შორის ეს განცდები. ყველას გისურვებთ ულევ სიხარულს. მე დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.